ყველაფერია. ჩემთვის მთავარი სტიმული მაინც არ ჩამითვალოთ აბსტრაქტულ პასუხად, მაინც სიყვარულია მთავარი სტიმული. ერთი რამ ვიცი ყოველთვის, რაც ჩაფიქრებული გაქვს. მთლიანად იმას ვერასდროს ვერ აღწევ. რა თვითკმაყოფილება შეიძლება იყოს ლაპარაკი. ვერაფრით, აი იმას ის ყოველთვის რაც ჩაფიქრებული ქონდა, ჯობია იმას რაც სცენაზე გადის. ამ პროფესიაში რო ვარ, ამას არ ვნანობ და ისე პროფესიისგან დამოუკიდებლად, როგორც ადამიანი რაღაცებს როგორ არა ვნანობ. ვნანობ ზოგიერთი რამ ისეთია, რაც თავიდან რომ დატრიალდეს, ასე ვთქვათ, ფირი და რომ მოbrunდეს უახლოესი ან შორეული წარსული, ზოგიერთ მოვლენაში კორექტივ შევიტანდი. დღევანდელი გადასახედიდან რაღაცები მაწუხებს. არის მოვლენები, რომელიც არ შევცვლიდი და ვერ შევცვლიდი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, უკმაყოფილება როგორც მოხდა ან როგორც მე მოვიქეცი, რომელიღაც X კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა, არაფერს შევცვლიდი, იმიტომ რომ ეს მე ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი X ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი მაინც ისე მოვიქცეოდი, იმიტომ რომ მე ვარ და არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. მსახიობის და რეჟისორის ურთიერთობა საკმაოდ რთული ურთიერთობაა და ერთნიშნად ვერ იტყვი რა არის მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ნდობა. თუ არ ენდობი მეთქი ვამბობ, თუ არ უჯერებ ხომ არ მითქვა. და ამაშია საქმე, აი თუ არ ენდობი, ნუ როგორ გითხრა, მაშინ ნუ აიყვან რა. ან ის ნუ მოვა შენთან თუ არ გენდობა. ალბათ ყოველი ახალი სპექტაკლი ჩემთვის არის რაღაცა მცდელობა, ოდნავ მაინც რაღაცა ახლის გაგების აღმოჩენის თუ არა მიხვედრის რაღაცის მეტი. აი სპექტაკლს დგამ, ეს ნიშნავს, რომ თან ვიკოლებ რაღაცებს, აი როგორც ლაბორატორიაში. თან ჩემთვის ვაკეთებ ჩემთვის პატარ-პატარა აღმოჩენებს. მე არ ვლაპარაკობ ფორმისეულ აღმოჩენებზე. აი ყველა წარმოდგენაში ვიღაცა ერთი ადამიანი მაინც თუ არ არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც თითქოს აქამდე არ შეგხვედრია, ან გეჩვენება რომ აქამდე არ შეგხვედრია, მასთან არ გქონია საქმე. აი ამების აღმოჩენა რეპეტიცია და რეპეტიციას არაფერი არ ჯობია ქვეყანას. ამას იკლებ და მე აძლევ რაღაცა ფორმას, რომ მაყურებელს გაუზიარო, ან ჩაითრიო შენს ნაფიქრალში. სპექტაკლის შემდეგ ანაზღაურება, ჯერ ესეთი ანაზღაურება, ცხადია, სულიერ ანაზღაურებაზე გვაქვს საუბარი და ჯერ ესეთი არ უნდა მოეთხოვა ეს ანაზღაურება. საკუთარი თავი უნდა დაარწმუნო, რომ თუ ეს მართლა ასეა, რომ სხვანაირად არ შეგიძლია, თუმანიშვილიც ამბობდა ამას და სხვა ვინმეც. ესე იგი, თუ სხვანაირად არ შეგიძლია, აი მაშინ უნდა დარჩე თეატრში, თორე თუ შეგიძლია წადირა ჩქარა აქედან. აპლოდისმენტს იცი ხანდახან კი არა, თითქმის ყოველთვის. მირჩევნია, აი უცებ რაღაცა ისეთი რო ხდება სცენაზე, რომ გაიტრუნება და გაილურსება დარბაზი და აი რო გონია რომ არავინ არ არის. აი ეს საზარელი სიჩუმის. აი ეს არის ყველაზე კარგი. რა არის ჩემი წარმატების ფორმულა? აი უნდა გაგაწბილოთ, იმიტომ რომ მე არ თავმდაბლობ არავითარ შემთხვევაში, არ მიყვარს ეს ალბი, ვითომ არა როგორ გეკადრებათ, მე თავმდაბალი ვარ. არა ბატონო, არ თავმდაბლობ. მე არ მიმაჩნია,
რომ ცხოვრებაში იმდენად წარმატებული ვარ, რომ არ იქა ფორმულა თუ არ გამოვიყვანეთ ამისგან დაიღუპება კაცობრიობა. არ არის ეს. მე არავითარი ფორმულა არ გამაჩნია. მე მთელი ცხოვრება ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ეს იყო